ან ელექტროობაზე ვახსენე ზუსტად და აი ჩემი ყველა გაყვანილობა გადის ჭერში და რატო გადის ჭერში ამასაც გეტყვით. პირველი რომ კედლებზე არ დადის და ძალიან მარტივი არის მე რო უკვე ვიცოდე სად გავხრიტო და სად არა, კარადის დაკიდება, სურათის დაკიდება. აი ეს ვიცი, მაცურის დენი, როზევიდან ჩამოდის აი აქ პირდაპირ. და აი ამ ნაწილში აყოლებაზე ვიცი რომ არსად არ უნდა გავხრიტო, მაგრამ აი აქ შემილია, აი აქ შემილია. აი აქეთ ხარეს იდენტურად. მაღალ გაყოლებაზე ვერ გავხრიტავ აქ, მაგრამ აქ შემილია, აქ შემილია. აი ეს ყველაზე კარგი წყობა, რაც ესე ვთქვათ, პრაქტიკულიცაა და თქვენთვისაც დასამახსოვრებლად ადვილი არის. თუ არა და მაშინ სურათები უნდა გადავღოთ, როცა კაბელებს ყრიან და შესაბამისად დაიმახსოვროთ ყველაფერი, სად რა გადის, რომ შემთხვევით კაბელს არ გაარტყოთ. ამ ვიდეოში მინდა განახოთ როგორ გამოიყურება ჩემი დაკაბელების იდეალური ვერსია, რომელიც არის კუფრებში ჩასმული და იდეალურად სიმართლე რო გითხრათ იმდენად ესთეტიურად და ლამაზად ჯდება, რომ ჭერით რომ არ გააკეთოთ, მაინც ლამაზი იქნება. აი ესეთი დაგეგმარებით და ესეთი გაყვანით თქვენ შეიძლება კაბელები ცოტა მეტი დაგჭირდეთ, რაც თანხას გაგიზრდით, მაგრამ ის რისკ ფაქტორები როგორც მარტივად რო ავიღოთ სურათის დაკიდება, კარადის დაკიდება და კედელში რამე არ იყოს, არ გავხრიტო შემთხვევით, ეს რისკ ფაქტორი არასოდეს არ დაგიდგებათ. ასევე თუ ეს რილსი მოგეწონათ, დაალაიქეთ, შეინახეთ, აუცილებელი ინფორმაცია არის და მინდა კიდე გაგიზიარეთ, რატო გჭირდება ბევრი ავტომატის დაყენება სახლში და რა აუცილებლობას წარმოადგენს.